აი ეს ქვა, ცოცხალი არ არის. ის არ სუნთქავს, არ ფიქრობს და არ იღებს გადაწყვეტილებას და უბრალოდ არსებობს. ასევეა ეს მანქანაც. მაგრამ მისი მართვისას გრძნობ რომ ცოცხალია. ის არა მარტო მანქანა, არამედ ისეთი რაღაცაა, რასაც პიროვნულობა, ხასიათი და სული აქვს. ვისაც ავტომობილის მართვის დიდი გამოცდილება და მანქანების ფლობის ისტორია აქვს, დღევანდელი სტანდარტებით ძველ ავტომობილთან აუცილებლად ექნებოდა შეხება. ასეთ მანქანებს პოტენციურად უამრავი წონი, დეფექტი და მექანიკური გაუმართავობა შეიძლება ჰქონდეს. ამის ნათელი მაგალითი ყველასთვის საყვარელი ჯეიმს მეის ახალი მანქანაა. 1980-იან წლებში გამოშვებულ მინის არათანაბარი და დიდი ღრეჩოები აქვს. კარი რომ გააღოთ, უნდა შეულოცოთ. თუ ძრავაში რამის გაკეთება მოგინდებათ, ამ კაპოტს თავს რამდენჯერმე მაგრად მიარტყავთ. გარეცკვის პროცესში მომძროლმა ნაწილებმა არ უნდა გაგაგვირვოთ. ამას ემატება ასობით გასაღები. ერთი მათგანი მანქანას გოგავს, მეორე საწვავის ავზის ხუბს აღებს, მესამე კარს აღებს და აი ეს გასაღები რასაღებს კაცმა არ იცის. ამასთან ერთად საქარე მინის საწმენდები ცუდად წმენს. ნაშუქების ჩართვით ღამე არაფერი იცვლება. ვენტილაციას ორი რეჟიმი აქვს, რომელიც ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. ფეხებისთვის ადგილი საერთოდ არ არის და ბოლომდე აწეული შუშიდან მაგრად უბერავს. კაი, გვეყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ძველი ავტომობილის ყველა მფლობელმა იცის, რომ ეს რაღაცეები არა მანქანის ნაკლი, არამედ პიროვნული შტრიხებია. საინტერესო კი ერთი რამეა. რა გვაიძულებს ვიფიქროთ ასე? როგორ გვაგრძნობინებს მეტალის და რეზინის გროვა ამ ყველაფერს? ან რას მოაქვს ცოცხლის განცდა? არის ეს მოძრაობის, ფიქრის, შეგრძნების უნარები თუ საერთოდ სხვა რამესთან გვაქვს საქმე, არა და რომ დავუკვირდეთ, ირგვლივ უსულო, არაცოცხალი საგნებით ვართ გარშემორტყმული. მოწყობილობები ავეჯი და აი ის ქვა. წუთნახევრის წინ რომ გიხსენეთ. მაგრამ ზოგჯერ ამ არაცოცხალ და უსულო საგნებში სიცოცხლე იგრძნობა და ეს გრძნობა უფრო მკაფიოდ ძველ ავტომობილებზე გააჩნდა. მოდით ავტომობილებთან ერთად ცოტა სამეცნიერო თემებზეც ვისაუბროთ. ტვინი ისეთი მოწყობისაა, რომ მისი მუშაობის ყოველ წამში სიცოცხლის გამოხატულებებს ეძებს და მის სკანირებას ცდილობს. თუ დავაკვირდებით, ახალი არაფერია. კაცობრიობის დასაბაბიდან ასე იყო. სიცოცხლის აღმოჩენა საზღვრავდა თუ რა გახდებოდა სადილი. ან ვისთვის გავხდებოდით სადილი. სიცოცხლის აღქმაში ისე გავიწაფეთ, რომ მისი დანახვა ყველაფერში დავიწყეთ. ღრუბლებში, კლდეებში, ვარსკვლავებში და ასე შემდეგ. არ გიფიქრიათ ხო ამაზე? უფრო მეცაც გეტყვით. 1944 წელს ორმა ფსიქოლოგმა ფრიც ჰაიდერმა და მერიან სიმელმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერიმენტულ ჯგუფს მათ ეკრანზე მოძრავი გეომეტრიული ფიგურების მოძრაობა აჩვენეს. ჩვეულებრივი წრე, მართკუთხედი და სამკუთხედი. ამ მოძრაობებში ხალხი მხოლოდ ფიგურებს არ ხედავდა. მათ დაინახეს ამბავი, პიროვნული შტრიხები, მოტივაციები, ემოციები და კონფლიქტი. ეს ყველაფერი კი სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ეკრანზე ხომ უბრალოდ ფიგურები მოძრაობდა, თუმცა ადამიანის გონებამ ნარატივი შექმნა, რომელშიც მოტივაციების მქონე პიროვნებები ჩანდა. აი ამას, მეგობრებო, სამეცნიერო სივრცეში ანიმაციური აღქმა ქვია. ეს ზუსტად ის ტენდენციურობა, რაც გვიბიძგებს ავხსნათ და დავინახოთ სიცოცხლე იქ, სადაც შეიძლება არაფერი არსებობდეს. და რა გასაკვირია, რომ ეს ჩვენი ძლიერი და მძაფრი ადამიანური თავისებურება ყველაფერში ვლინდება, მათ შორის ჩვენს საყვარელ მანქანებშიც. ამას კი ჩვენი ვიდეოს მთავარ შეკითხვამდე მივყავართ. რატომ გვაფიქრებინებს ძველი მანქანები თავიანთი არასრულყოფილებით, რომ მათ პიროვნულობა და ხასიათი აქვთ?
საქმე იმაშია, რომ ჩვენი გონება არ იბინდება და ილუზიებს უაზროდ არ ქმნის. პირიქით, ის შესაძლოა იმას ხედავდეს და აღიქვამდეს, რაც ნამდვილია. ფსიქოლოგიაში არის ასეთი ტერმინი: ძალისხმების ევრისტიკულობა. არ გამორთოთ ვიდეო, მოიცა. მანქანებს მალე დავუბრუნდებით. აბა სად მიდიხარ? ამ ცნების მიხედვით, ადამიანები უფრო მეტად იმას ვაფასებთ, რის შექმნაშიც დიდი ძალისხმების ჩადებას ვხედავთ. აი, დაუკვირდით, რომელს აირჩევთ, ხელნაკეთ კერამიკულ ლარნაკს თუ რობოტის მიერ გაკეთებულს? ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ნახატსა და ნამდვილი ფუნჯით შესრულებულ ნახატს შორის რა არჩევანს გააკეთებთ? ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს ავტომობილებშიც. თანამედროვე ავტომობილების შექმნის ინჟინერიაში ზემოხსენებული ძალისხმევა უფრო და უფრო ნაკლებად იგრძნობა. თითოეული მექანიზმი კომპიუტერით ოპტიმიზებულად და დახვეწილად კონტროლდება. და ძველი მანქანები? კარი რომ გააღოს, საკაიფოდ უნდა მიაწვე, მერე კი ისე უნდა მოიქნიო, რომ ხელმეორედ გაღება და დაკეტვა არ დაგჭირდეს. ან ცივ სეზონზე ავტომობილის დაქოქვა განვიხილოთ. ეს ხომ საიდუმლო ხელის ჩამორთმევა სავითაა. 2 hours later. ამას დაუმატეთ გადაცემათა კოლოფის ხუშტურები. სანამ აგრეგატები გათმება, თითქოს სანამ აზრზე მოვაყავა სჭირდება. აი ზუსტად შენსავით. ადამიანივით. და ეს ყველაფერი ხარვეზები არ არის. თვისებებია. როცა მანქანის მართვისასთან თვისებებთან გიწევს შეხება, მხოლოდ მანქანის ტარების შეგრძნება არ გეუფლება. ეს უფრო მეტად დიალოგის წარმართვას გავს. ზოგჯერ კი ეს დიალოგი ასეც სრულდება. და თუ არა სრულყოფილებას საგნებს სიცოცხლე შთაბერავს, რატომ გვაქვს მოწოდება ყველაფერი სრულყოფილად ვაქციოთ? მეტიც, რა ხდება მაშინ, როდესაც ყველა ხარვეს და დეფექტს ვასწორებთ? კარგი, მოდით პატარა თამაში ვითამაშოთ. ახლა ორ ვიდეოს ჩაგირთავთ და კომენტარებში დაგვიწერეთ, რომელი უფრო ცოცხლად გეჩვენებათ. მზად ხართ? Launch control active. თუ მაგალითი ნომერი 2 აირჩიეთ, გილოცავთ twin-ი გატყუებთ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ლამაზად გატყუებთ. სიჩქარე ალბათ ყველა ავტომოყვარულს გვიყვარს. თუმცა ამასთან ერთად ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი საყვარელივე მხოლოდ ოდომეტრზე ან რადარზე გამოსახული ციფრი არ არის. სიჩქარე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მის შეგრძნებასა და აღქმაზე. რაც გულისხმობთ, ასტრონავტები თავიანთი თანამგზავრებით დედამიწის გარშემო 27000 კმ/სთ-ით მოძრაობენ. ეს საკმარისია იმისთვის, რომ პლანეტას წრე 90 წუთში დაარტყან. თუმცა, თუ ამ სიჩქარეს მათი პერსპექტივიდან დავაკვირდებით, ისინი ასეთი სიჩქარით მოძრაობას საერთოდ ვერ აღიქვამენ. მეტიც, მათი მოძრაობა არც კი იგრძნობა. ათვლის წერტილის, ვიბრაციებისა და ხმის გარეშე, სიჩქარე თითქოს მნიშვნელობას კარგავს. Straight mad now, fool. ახლა კი წარმოიდგინეთ ძველი მანქანა. ყველა ვიბრაცია, გზის ზედაპირის შეგრძნობა და გადაადგილებასთან დაკავშირებული თითოეული ხმა ტვინში ათასობით ნეირონს ააქტიურებს. თანამედროვე მანქანები კი ამ ყველაფერს ფილტრავს. მათი დიზაინი შექმნილია იმგვარად, რომ ყველა იმ ხარვეზისგან თუ არასრულყოფილებისგან იზოლირებულს გვაქცევს. შესაბამისად, მანქანის მართვის სიხარული და მღელვარება უბრალოდ ქრება. ზუსტად ამიტომაა, რომ დღეს უამრავი ადამიანი ძველი ავტომობილებისკენ იხედება. ზუსტად ამიტომ ფასდება დღეს ძველი სკოლის ხარისხიანი და მართლაც საკულტო ავტომობილები ისე როგორც არასდროს. პროგრესისკენ სწრაფვის გზაზე შევქმნათ დახვეწილი სწრაფი დარბილი ავტომობილი, მივიღეთ ნაკლებად სახალისო და მიმზიდველი ავტომობილი. ეს გარემოება ავტომწარმოებლებსაც ძალზედ კარგად ესმით. ზუსტად ამ ფაქტის გამოძახილია ხელოვნური ინექციები, რითაც თანამედროვე მანქანების გამოცოცხლებას ცდილობენ. მაგალითისთვის BMW-ს iVision D კონცეპტუალური მანქანა ავიღოთ. აბრევიატურა D ციფრულ ემოციურ გამოცდილებას გულისხმობს. აი, ბალმასკარადი რა. ესენი ისე გადავებიანო. მათი გადმოსახედიდან D ჩვეულებრივი ავტომობილი არ არის. პიროვნული თვისებებიც გააჩნია.
მისი კომპიუტერი გელაპარაკება, თანაც იუმორიც აქვს. კორპუსი საერთოდ ფერებს იცვლის, ხოლო თუ ჭკვიანად მოიქცევი ეს ლამაზი ცხეურა თვალსა ჯაგიკრავს. და ეს ყველაფერი იცით რას გავს? ძალდატანებას. ეს დაახლოებით ისეთი პროექტია, წარჩინებული, ძალიან მონდომებული სტუდენტი კონკურენტი სტუდენტის ჯინაზე რომ მოამზადებს. ამაში ცუდი არაფერია. ადამიანი შრომამ შექმნა, შრომამ, მაგრამ ხშირად ზედმეტი ფიქრი და ძალისხმევა აბსურდში გადადის. ეს BMW-შიც კარგად ესმით და ამის გამოსწორებას კიდევ უფრო მეტი ფიქრით და მომზადებით ცდილობენ. მათ რეკლამა შემოგთავაზეს, რომელშიც არნოლდ შვარცნეგერი თამაშობს. ამ ვიდეოში ნარსის ამოსავალი წერტილი ძველი ავტომობილებისადმი ნოსტალგია. თვით ტერმინატორი გვეუბნება, რომ მანქანებს ხასიათი და პიროვნული თვისებები სჭირდება. BMW-ში კი გენიალური გამოსავალი მოიფიქრეს. გააცოცხლებს თუ არა, ტექნოლოგიურად დატვირთულ მანქანებს ეს ინტერაქციული ფუნქციები და აღდგება თუ არა ის კავშირი, რაზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ. თქვენ როგორ გონიათ? ცოცხალ არსებასავით დაპროგრამებულ მანქანას ექნება ცოცხლის შეგრძნება, ჰა? ჩვენი აზრით ეს რობოტზე ღიმილის სტიკერის მირთმას და მისგან ნამდვილი მეგობრის მოთხოვნას გავს. და ძრავის ხმის გამაძლიერებლები? აი აქამდეც მოვედით. ფოკუსი, რომელსაც დღეს თითქმის ყველა ავტომწარმოებელი გვაჩვენებს. მაშინ, როდესაც ელექტრომანქანები ბუნებრივად ჩუმია, ხოლო შიგაწვის ძრავიან ახალ ავტომობილებს მოაკეტინეს, სიჩუმე პრობლემა გახდა. ამიტომ საავტომობილო კომპანიებმა თავის მოჩვენება დაიწყეს. ახლა მანქანის ხელოვნურ ხმებზე ისეთი კომპოზიტორებიც კი მუშაობენ, როგორიც მაგალითად ჰანს ციმერია. BMW, Porsche, Mercedes, Ford. ამ მანქანების სალონებში დღეს დინამიკებიდან გამომავალი ხელოვნური ძრავების ხმები ისმის. კორეელებმა ეს ტექნოლოგია საერთოდ სხვა საფეხურზე აიყვანეს. Hyundai Ioniq 5-იანი, რომელიც სრულად ელექტრომოდელია, შიგაწვის ძრავიანი მანქანის ხმებს გამოსცემს. ოღონდ რა თქმა უნდა სალონში. მეტიც, დამატებითი შეგრძნებისთვის საჭის უკან დამალული სიჩქარის გადამრთველებიც მუშაობს. კოლოფის სიჩქარეთა მონაცვლეობის ილუზიის შესაქმნელად ის ელექტროძრავიდან წამოსულ სიმძლავრეს წამიერად ასტობებს. ყველა ის ხელოვნური დეტალი, იმიტომ რომ მანქანა იყოს ნაღდი. ერთი წამითაც არ გვაქვს ილუზია, რომ კრისტალ ავტოს ყველა მაყურებელი ასე ფიქრობს. არა. ლოგიკურ შეკითხვაზე, რა ეხლა გინდა თქვათ, რომ ძველი მანქანები უკეთესია? ობიექტური პასუხიც აქვს. არა. თუ ობიექტურად შევხედავთ, ძველი მანქანა თანამედროვეს თითქმის ყველაფერში ჩამოუვარდება. მათი უმეტესობა უფრო ნელია. ბევრ საწვავს მოიხმარს, გარემოს უფრო აბინძურებს. ნაკლებად უსაფრთხო და ნაკლებად საიმედოა. გიგა, აი ეს ნაკლებად საიმედო გავაწითლოთ რა. ხო იცი საკამათოა. და მაინც, რატომ გვიყვარს ძველი მანქანები? ამ კითხვას ერთ ფუნდამენტურ დებულებამდე მივყავართ. ჩვენ არა ისეთი რაღაცები მოგწონს, რასაც სული აქვს. არამედ დახელოვნების პრაქტიკა და გამოცდილება გვიყვარს. კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე ჩვენი ბუნება ვეძიოთ გამოწვევები. ამიტომ გვინდა ინსტრუმენტებზე დაგვისწავლა, სხვადასხვა ხელსაქმის შესწავლა და ძრავის ბრუნის კოლოფთან დამთხოვა. მოყვარულები მიხვდებიან. ჯილდო კი მხოლოდ მიზნის მიღწევა არ არის. თავარი აქ დახელოვნების საინტერესო და მოულოდნელობით აღსავსე გზაა. ამიტომაა, რომ ვიდეო თამაშების თამაშისას ჯოისტიკებს ამტვრევენ. გიტარაზე დაკვირისას მსხვერპლის ხმარს, ხოლო ავტომოყვარულები მოსახოების სწრაფად გავლისთვის მანქანას მანქანაზე ეწყობენ. ჩვენი ბუნებრივი მოწოდება საქმეში დავხელოვნდეთ და შემდეგ უკვე ამ ნივთების თუ აქტივობის ორგანული ნაწილი გავხდეთ. კაი. მოდი ახლა ეს რომანტიკოსის მანტია ჩამოვიხსნათ და ნამდვილ ცხოვრებაში დავბრუნდეთ. ხშირად იმდენად დიდ დროს უთმობთ წარსულზე და ადრე ყველაფერი გაცილებით უკეთესი იყოსზე. ფიქრებს, რომ აწმყო გვავიწყდება. საერთოდაც მაგარ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ იცოდეთ. რატომ? იმიტომ, რომ ძველი მანქანებითაც შეგვიძლია დავთქმეთ და ახლითაც. კლასიკურ მანქანებს საოცარი ხასიათი და პიროვნული შტრიხები აქვს. თუმცა გარკვეულწილად ეს ხასიათი და პიროვნული შტრიხები შესაძლოა დამღლელიც კი გახდეს.
ეს არის მიზეზი თუ რატომ გაიწელა ჩვენი ბიუჯეტური E36-ის პროექტი ასე ძალიან, ხოლო ეპიზოდებს ასეთი დასათაურება ჰქონდა. მათზე მუდმივი ფიქრი და არაპროგნოზირებადობა ბოლოს მაინც სახით გახოხიალებს. აღარ მინდა რამანებს თავი. მაგრამ დღეს საქმე ისე არ დგას, რომ არჩევანი მხოლოდ მუღამსა და პრაქტიკულობას, ხალისსა თუ კომფორტულობას შორის იყოს გასაკეთებელი. დღეს ჩვენ საშუალება გვაქვს ორივე პოლუსით დავდგმეთ. გინდა კომფორტი. შეიძინე ახალი მანქანა, რომელიც მაქსიმალურად რბილი და სასიამოვნო გადაადგილებისთვისაა შექმნილი. ასე გზაზე გადაადგილებაზე ფოკუსირდებით და იმაზე სანერვიულო არ გექნებათ, დაიკოკება დილას თქვენი ძმაკაცი თუ არა. ხოლო თუ უფრო მეტად მართვის სიამოვნების შეგრძნება, მანქანასთან კავშირის განცდა და სიხალისე გჭირდებათ, ძველი ავტომობილების შეძენად შეგიძლიათ. ჩახტით ასეთ მანქანაში და მართვას ისე შეიგრძნობთ, როგორც ამას ვერც ერთი ახალი ავტომობილი გაგრძნობინებთ. დღეს ავტომოყვარულთა საზოგადოება ფაქტობრივად ორად არის გაყოფილი. ნაწილი ახალ მანქანებს აძაგებს და ძველებს აქებს. მეორე ნაწილი კი პირველ ნაწილს სულელებად მიიჩნევს. სინამდვილეში კი საქმე მარტივადაა, რადგან არჩევანის საშუალება გვაქვს. უფრო სწორად გქონდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს შავი ღრუბელი არ ჩამოწვა. აღმოსავლეთის კარი არ ამოვარდა და 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვა არ შემოიღეს. და იმისათვის, რომ არჩევანის თავისუფლება ისევ გქონდეს, ამ კანონის შემსუბუქება აუცილებლად საჭიროა. და თუ შენ, როგორც ავტომოყვარული გვეთანხმები, აუცილებლად დაწერე ვიდეოს კომენტარებში დაბლა კომენტარი. შემსუბუქდეს 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების გამბაჟების კანონი. ნახოთ, რამდენი ვართ და იქნებ სამომავლოდ ეს ყველაფერი კამპანიადაც ვაქციოთ. ძველ ავტომობილებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ის ანიჭებს, რომ ისინი ძველები არიან. თუ მწარმოებლები მათ დღესაც აწარმოებდნენ, მაშინ ისე არ გავარომანტიზირებდით, როგორც ახლა. დღეს საქმე იშვიათობას და ნოსტალგიას ეხება. ისინი ხომ სხვა ეპოქიდან არიან. სინამდვილეში, ამიტომ მოგწონს ეს მანქანები. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მათ მიმართ აკვიატებები არსებობს. და ასეთი ღირებულებისა და დატვირთვის მქონე მანქანას მფლობელი აუცილებლად მოუვლის. გამართავს და გაამზადებს იმდენად, რომ 2013 წლიან პრიუს უბრალოდ არაფრით გავიმეორებთ. არაფრით ჩამოუვარდება. ამიტომ ის აკრძალვა, რაც დღეს საქართველოში არსებობს, უბრალოდ აზრს მოკლებულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში რიგი რეგულაციების მიუხედავად ამდენი გაუმართავი მანქანა დადის. ამ დროს კი იაპონიიდან 2013 წლამდე გამოშვებული იდეალური ავტომობილის ჩამოყვანა აკრძალულია. Look at this. Beautiful car but damaged. რომ შევაჯამოთ, დღეს ერთი კონკრეტული ჭეშმარიტება არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს ხელმისაწვდომობა, რაც საშუალებას გვაძლევს გვყავდეს როგორც ძველი, ისე ახალი ავტომობილი. ასე რომ აზრი არ აქვს იმაზე დავასე რა სჯობდა, თკბილი წარსული თუ ძერს კი მომავალი. აწმყო დროის მთელი სილამაზე ისაა, რომ დღეს ორივე შეგვიძლია გვყავდეს. ზუსტად ისე, როგორც ვიდეოს დასაწყისში ნახსენები ჯეიმს მეის შემთხვევაშია. თუ თქვენ Top Gear-ის შემდეგ Grand Tour-ს აქტიურად ადევნებდით თვალს, მაშინ მისი სიტყვები აუცილებლად გეცოდინებათ. აქ ამ მანქანით იმიტომ მოვედი, რომ სისულელეებს ლაპარაკობთ. ძველ ტელევიზორს, ძველ ტოსტერს და ძველ სარეცხ მანქანას ხომ არ ყიდულობ ხოლმე, არა? რატომ უნდა იყიდო ძველი მანქანა, მითხარი? სოფლიო ახლა გაცილებით უკეთესია, ვიდრე თუნდაც ერთი წუთის წინ იყო. თუ ეს დიალოგი გახსოვთ, მაშინ მისი კოლეგების პასუხიც გემახსოვრებათ. არა, არ იყო უკეთესი. და იცი რატომ? ერთი წუთის წინ აქ არ იყავი. მართალია. და არც ეს რაღაც არ იყო აქ. მიუხედავად ასეთი აზრისა და მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმს მეისს ავტოფარეხში 2 ელექტრომობილი და 1 წყალბადზე მომუშავე მანქანა, მან ახლახან 1980-იან წლებში გამოშვებული მინი იყიდა. საქმე ზუსტად იმაშია, რაც ვთქვით. ახლა სწორედ ის დროა და ის წამია, როდესაც როგორც ძველი მოდელებით, ისე თანამედროვე ავტომობილებით თკბობა შეგვიძლია. და ვთხოვთ ყველას, ვისაც შესაბამისი გავლენა აქვს. ნუ შეგვიშლით ხელს უაზრო კანონებით. აკონტროლეთ მანქანების მდგომარეობა და არა ასაკი.